მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო სტუდიიდან გზა გასაყართან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და სტუმრად მოწვეული გყავს ტრადიციულად უკვე თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ნეემან ასურის განკურნების შესახებ, ესაც ელისე წინასწარმეტყველის სასწაულს უკავშირდება. და ჩვენ ვიცით მაცხოვარი ახსენებს ამას საუბარში, რომ იმ დროს ღირსი არავინ აღმოჩნდა განკურნებული იყო გარდა ნეემან ასურისა. მაშასე გიორგი, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, გავაგრძელოთ თხრობა და დავიწყოთ ნეემან ასურის კეთრისგან განკურნების შესახებ. თხრობა. ეს ეპიზოდი მართლაც ჩვენ ყურადღებას მით უფრო იქცევს, რომ თავად მაცხოვარი მაგალითის სახით ნეემან ასური ელისეს პერიოდი მოყავს, როდესაც იკურნება მხოლოდ ნეემან ასური და არა სხვა ვინმე. მართლაც რომ დაუკვირდეთ, შესაძლებელია არაფერი ამაში გასაკვირი და მიუღებელი, რომ მრავალი კეთროვანი იყო მაშინ ისრაელში, მაგრამ ელისე წინასწარმეტყველისგან იკურნება მხოლოდ აი ეს არამელი კაცი, რომელსაც საერთოდ ამ ღმერთის ისრაელის ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს. არანაირი კავშირი არ აქვს კი არა, პირდაპირ უპირისპირდება იმ ერს, რომელიც ერიც ამ ღმერთმა სათავისოდ გამოირჩია. ახლა ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევძლოთ და დავინახოთ ის მასშტაბები და დაცემულობასაც მაცხოვარი მიუთითებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ისრაელი ძალიან მასშტაბურია აი ეს დაცემულობა და აი ეს განდგომილობა ღვთისაგან, რომ ღირსი გახდა ის, ვისაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღმერთთან. ხოლო ის, რომელიც ამ წიაღში ცხოვრობს, რომელიც წიაღშიც ღმერთია, მთლიანად აქვთ გაწყვეტილი კავშირი და ურთიერთობა ამ ღმერთთან. აი როგორი პოლუსარული, როგორი რადიკალური განსხვავება ამ წარმართ ნეემან ასურსა და აი ამ ისრაელიან პიროვნებებს შორის, ხო? ჩვენ წინა გადაცემაში გავიხსენოთ, რომ ვისაუბრეთ ერთ ქალზე, რომელმაც საოცარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ელისეს მიმართ და ამ ქალთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამის თქმის საშუალება მოგვცეს წმინდა მამებმა, წმინდა ეფრემ ასურმა, წმინდა გრიგოლ პალამამ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ და აი როდესაც ნეემან ასურზე ვიწყებთ საუბარს, ეს იგივე დროა, იგივე ეპოქაა. ისრაელში ასევე არის ნატამალი დარჩენილი, რომელიც ღირსია, თქვათ, ელისე წინასწარმეტყველის პიროვნებასთან ურთიერთობისა. მაგრამ ჩანს ამ ნეემან ასურში არის რაღაცა ერთი ისეთი, რომელსაც ღმერთი ეძებს ისრაელში. აი ჩვენთვის რა არის ახლა, მოდი მსვენელის გასაგონად ვთქვათ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რაც არაერთხელ გვითხოვს, ხო, რომ ჩვენთვის წმინდა წერილის გააზრების პირველი ავთენტური და ყოვლად უშენცდომო წყარო არის ისევ წმინდა წერილი და ჩვენი მაცხოვრის სიტყვები, ხო? ამაზე წინ ვერანაირი ეგზეგეტიკა ვერ დადგება. და შესაბამისად, როდესაც მაცხოვარი აი ამ მითითებას აკეთებს ნეემან ასურზე, აი აქ ყურადღებას ვაქცევთ, რომ რაღაცა ისეთია მოძებნილი ამ კაცში, რომელიც ვერ მოიძებნა ისრაელში ვერსად. აი ეს უნდა ვეძებოთ სწორედ ჩვენ ნეემან ასურში. ის არის კეთროვანი, რომელიც საკმაოდ დაწინაურებულია მეფის კარზე, ეს არ არის რიგითი ჯარისკაცი და მეფე საკმაოდ დიდ პატივს მიაგებს, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ნახავთ, რომ მეფე მის გარეშე საკერპოშიც არ შედის და მისი მარჯვენა, რომელსაც ის უნდა დაეყრდნოს და მოხრი მოუყაროს თავის კერპს. ნეემანის სახლში არის ერთი ისრაელიანი გოგონა, რომელიც თარეშის დროს იქნა გატაცებული და აი იქ იზრდება, დამასკოს ტერიტორიაზე იზრდება და ეს გოგონა ერთხელაც ნეემანის სოლს, ანუ თავის ქალბატონს დაუსვავს კითხვას, რატო არ მიდისო ჩემი ბატონიო ელისესთან ისრაელში, რომელსაც შეუძლია განკურნოს ნეემანის უძლურება. აი ჩვენ ხედავთ, რომ
ელისეს სახელი დამასკომდეა ჩასული და საკმაოდ სხვა მაგალითსაც ვნახავთ ჩვენ ამისას, რომ ელისეს არ არის ასე ვთქვათ ლოკალური მნიშვნელობის, კი ეს მინდოდა მეთქვა, ლოკალური მნიშვნელობის მოღვაწე, საკმაოდ შორს არის მისი სახელი გავარდნილი და საინტერესოა ახლა თვითონ ნეემანის სივრცე, როგორც ჩვენ წინა გადაცემაში ამ ქალის საცხოვრის სივრცეზე საუბრობდით, ახლა ნეემანის სივრცეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც სრულიად წარმართულია, მაგრამ აქ ვიღაცა გოგონა საუბრობს უფლის წინასწარმეტყველზე. რა ვთქვა და როგორ მოვიქცეთ ეს გოგონა თარეშის დროს გატაცებულ რო იქნა და რომ მოხვდა ამ ადგილას განა ნეემანმა ელისეს შესახებ ამ გოგონასგან გაიგო არა ნეემანმა ელისეს შესახებ იცის რომ ყავს ისრაელს ასეთი გამოჩენილი პიროვნება მაგრამ ის რომ მისი უძლურება ელისესთან არის დასახსნელი აი ეს ამ გოგონასგან გაიგო სწორედ რა მოხდებოდა ეს გოგონა რო აქ არ ყოფილიყო რა მოხდებოდა რომ არამს არის ეთარეშა ისრაელში ეს უკაზუისტიკაა და სულ საალბათო დასული კითხვებია მაგრამ ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია ის რომ ამ გოგონას თავისი სახე სიმბოლო აქვს წმინდა მამათა ეგზეგეტიკაში ისინი მხოლოდ ნეემანას სურზე არ ჩერდებიან წმინდა მამები აი ამ გოგონას აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას და კიდევ გოგონა კიდევ ქალი კიდევ აი ეს გამოდის თითქოს და დედებს ეძებს წმინდა წერილი დედებს ეძებს ისრაელში ამათი დედებს არა ბიოლოგიურ დედებს არამედ ღირებულებიდან მოწოდებულ დედებს ეძებს რომლებმაც თაობა უნდა გაუზარდონ ისრაელს და ასეთ რაღაცის საძებნად ბიბლიური თხრობა ისრაელის ფარგლებ გარეთაც არის გასული ამ თარეშის დროს მოტაცებულ გოგონაშიც კი იპოვის ეს გოგონა ახლა რომელიც წარმართავს შორის დგას და ქადაგებს ელისეს შესახებ ელისეს რომელიც იციან მაგრამ ეს ელისე ის კი არ არის როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ არა ამ ელისესთან კურნება რომ ის ღმერთი რომელიც ღმერთსაც ემსახურება ელისე წყალობის მემთხვეველი ღმერთია და ვისთვის ისრაელიანისთვის ამ გოგონამ უპასუხოს ლოგიკურია მაგრამ არა ისრაელიანის ტრისათვისაც კი არამელი ნეემანისთვისაც კი ამასაც კი მისცემს წყალობას თუ ის მივა მის მსახურთან ეს ძალიან ძლიერი ქადაგება ამ გოგონას დიახ ეს ძალიან დიდი რწმენა ამ გოგონასი რა იცის ამ გოგონა რომ ელისე საერთოდ მიიღებს ისრაელის თავგადაკლულ მტერსა და მკვლელს რაშია დარწმუნებული ეს გოგონა რომ ელისე საერთოდ ხმას გასცემს მას აღარა გვაქვს საუბარი იმაზე რომ კურნებას მიანიჭებს რაღაცას ძალიან დიდი რწმენით ქადაგებს ეს გოგო და ქადაგებს ისრაელის მტერთან აი ნახეთ როგორ სხვაობს ბიბლიური სული ამ სოფლიური სულისაგან მიუხედავად იმისა რომ ეს გატაცებულია თარეშის შედეგად ისრაელის მტერთან არის და იმის მაგერად ამ ობსტრუქცია მოუწყოს ამ გოგომ იმის მაგერად მოწამლოს რაღაცა პატრიოტული სულით აი ესე იტანჯე ასე ჩემ ისრაელს რომ ამას უშვები და რაღაცას პატრიოტულის გადმოაფრქვიოს არა პირიქით გასმოყვარებას აჩვენებს და ნახეთ როგორ სხვაობს აი ეს ნამდვილი სულიერება ცრუ პატრიოტიზმისაგან აბსოლუტურად ყველაფრისაგან დაცლილი პატრიოტიზმისაგან სადაც არ არის ღმერთი არ არის სულიერება არის რაღაცა ემოციური დამოკიდებულება რომელსაც იმდენჯერ შესული რამდენჯერაც შენ ეს ხელს მოგცემს აი ღმერთი როცა ცოტა სხვა ვითარება სხვა გარემოა სხვა სამყაროა აზროვნების სხვა ფორმაა ეს გოგონა უქადაგებს ღმერთს ისრაელის მტერს ეს მტერი მერე წმინდა მამათა ეგზეგეტიკაში თავის სახეს გამოაჩენს ამას ცოტა ხანში ვიტყვით მაგრამ თავარი ის არის უბრალოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის არის რომ ნეემანასური ადგება და მოусმენს ამ გოგონას სიტყვებს. შესაძლებელია გაჭირვება მოასმენინა და ძალიან დატანჯული იყო ის კეთრისაგან. და ბარემ ესაც ვცადოთ. ხო, ესეც ვცადოთ და რაღაც ამდაგვარი გამოჩნდება კიდევაც. მაგრამ
ის მეფესთან მეფეების დონეზე წყდება. თავისთავად ცხადია ეს მეფე წერილს მიუწერს ისრაელის მეფეს, გიგზავნი კაცს და განკორნე. აქ თავისთავად ცხადია იგულისხმება ის, რომ იორამი კი ვერ განკურნავს ამას, რომ შენთან არის რაღაცა და ეს საშუალება გამოიყენე, რომ ჩემი ხედავთავარია განიკურნოს. იორამი წულ დღეში. ხო და იორამთან რო ჩამოდის ვინ, ხო? ვიღაცა რიგითი დამასკონელი ხო ჩამოდის, ხო? ჩამოდის მაღალჩინოსანი მტრული ქვეყნიდან. ეს შეიძლება ოფიციალურ ვიზიტათაც შეფასდეს. აქ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჯერ ის გრაგნილია წასაკითხი, რომელიც ჩამოიტანა ნეემანასურმა დამასკოს მეფისაგან, ბენ-ჰადადისაგან. და ამ წერილში წერია, რომ გიგზავნიო ჩემს იმას, რა ქვია, ხედავთავარს და უნდა იმას აქნა, განკურნო ის და ტანისამოს შემოიგლიჩო იორამი. ღმერთი ხო არა ვარ ვასოცხლობდა და ვკლავდე. იცოდეთ რომ შემოჩენილიაო ეს კაცი და მიზეს ელოდებაო. მიზეს ეძებს რომ იმისათვის რომ გვიმტროს. საინტერესო მომენტია. იქ დამასკოში იციან რომ აქ განკურნების საშუალებაა და იორამ აქ ისრაელში არის ისა გააკეთოს და განა იორამაც არის ისელის არსებობა. როგორ არა იცის? იორამა როგორ არის უბრალოდ ნახავთ. ჯერ ნახეთ კიდევაც და მერეც ნახავთ, მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო. ნახეთ რა არის საინტერესო. იორამის პოლიტიკა ტანისამოსის შემოხევამდე მივიდა. იმ დროს, როდესაც უფალს გამოყანილი ყავს, გამოგზავნილი ყავს კაცი, რომელთან ურთიერთობისას ტანისამოს კი არ შემოიყევ. შემტერ შემოახებ ტანისამოს. მაგრამ იორამს არანაირი კავშირი არ აქვს ელისესთან, ამიტომ ტანისამოს იღებს იმ წარისაგან. იმ დროს, როდესაც დამასკოდან ელისესკენ იყურებიან როგორც ერთ-ერთ საშუალებაზე რაღაცა გამოსავალზე, ამიტომაც ისინი ამ ტანისამოს არ იგლეჯენ და ისინი ამ ტანისამოს არ იმაშვებიან, რა ქვია, თავზე არ ავიხსენოთ ისრაელში დაიბადა მაცხოვარი და არ იცის ისრაელის ხალხმა მაცხოვრის დაბადების შესახებ და უცხო მეფეები სხვა ქვეყნიდან მოდიან, ქეცუხრიან, მოგვები და ძღვენი მოაქვთ და ეფრემასური ამბობს იქ, რომ მეტი დიდება როგორ გაჩვენოსო ღმერთმაო, რომ ყრმა, რომელიც ჯერ არ გაცხადებულა, უკვე თაყვანის იცემება უცხო ტომის მეფეებისგან. აქაც მსგავსი რამ არის, წიაღში გყავს ვერცნობ, სხვები დაიმედებულები არიან, შენ არ იცი მაგის შესახებ. ხო და ახლა საინტერესო კიდე რა არის მამანდრე, იცით, ნახეთ, ახლა იორამი თავისი ქვეყნის პატრიოტია, მაგრამ უღმერთო პატრიოტი. ამიტომ იორამისათვის მტრის გამოჩენა ეს არის რაღაცა პანიკური შიშის გამომწვევი. იმ დროს, როდესაც თუ იმ ღმერთთან იქნება, რომელ ღმერთთანაც ახლა ნეემანასურია ჩამოსული, ჩვენ მე ვნახავთ წმინდა წერილში, შეიძლება მთელი არმია იყოს შემოსული და დაბრმავებული უკან გაისტუმრო. ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ კონტრასტი არის ძალიან დიდი, რომელიც მაცხოვრის ამ სიტყვას გვახსენებს, აი რატომ, აი რას ეძებს. რატომ არავინ უკურნება ნეემანასურის გარდა? არავინ. აი რას ეძებს ღმერთი ისრაელში. იმ გოგონასაც კი არა დამასკოში როა, იმ გოგონას მსმენელს ეძებს. ელისეს არ უსმენენ. იმ გოგონას წარმართები უსმენენ. ამაზე ეკეთებს მოცხოვარი აქცენტს, რომ ვინ დგასო თქვენ წინაშე? ვის არ უსმენთო, იცოდეთო. აი ეს მაგალითები ამისთვის სჭირდება მაცხოვარს. და ნახეთ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ, რომ ელისე გაიგებს მეფის ტანზე ტანისამოსში შემოხევის შესახებ ამბავს და გაუგზავნის სიტყვას, რომ ისე ექცევიო თითქოს, ხო? უფალს წინასწარ მეტყველო რაც ელიამ უთხრა თავის დროზე იმას, აქას იორამის ძმას. აქ მოვიდესო ჩემთან. როგორ გაიგოს ელისე? საიდან გაიგოს ელისე? ხო, საინტერესო.
ჩვენ არ გვაქვს წმინდა წერილში ნათქვამი რომ იქნებ მეფის ამბავი ძალიან გახმაურდა. მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი. და მივიდა ეს ტანის სამოსი შემოგლეჯა მარტო ის კი არის მეფე იჯდა ეგ რაღაცებს იხევდა. ახალი დასაცმელი ჭირდება მაგას ხო, ახალი დასაცმელი ჭირდებოდა რაღაც, თუმცა ჩვენ ვნახავთ ის დასაცმელს შემოიხევს და მართლა დაჭირდება ახალი დასაცმელი მას. ცოტა მოგვიანებით მოხდება ეს. მოხდება იმიდან არა მაინც ჯიუტად არ უკავშირდება იმასაც უნდა უკავშირდებოდეს. და აი ეს ამბავი აი მოგვების ჩამოსვლის დროს რო არის შეწუნდა იერუსალიმისთან მთელი იერუსალიმი შეიძრაო ხო ეს ამბავი მთელი იერუსალიმში გავარდა ეს მარტო ჰეროდესთან აუდიენცია არ იყო ხო მთელი აი ეს შემოგლეჯო ეს სამოსი შემოგლეჯო მთელ ქვეყანას მოედო რომ რაღაცა დაძაბული მდგომარეობაა და მეფე ამაში ხედავს მომავალ სამხედრო კრიზისს აი აქედან მომდინარე ელისე მოუწოდებს თავისთან ნეემანასურს და მეფეც უყურებს აი სცენას, აი რა მოხდება. ანუ იორამი კი არ აგზავნის ელისესთან. ელისე მოუწოდებს მას. და ნეემანასური შესაძლებელია სულაც არ იცის აი ეს ისა საუბარი ეს დანაბარები და არის კომპეტენციაში ის არ იჭრება ის ელოდება როდის მიიყვანენ მკურნალთა და მკურნალთა რომ მოვა ელისე ეუბნება რომ მანდ დადგესო არ მიიღებს და ეს ძალიან მეფე მიიღო მეფე უარს ვერაბობს მის ღებაზე და ელისე არ ღებულობს ნეტარი ავგუსტინე ამბროსი მედიონელი ეფრემასი და თეოდორიტე ბევრი მამა აქცევს ამ დროს ამას ყურადღებას რომ ღარიბი ელისეს წინაშე მდიდარი მეფები და ხედავთავრები როგორ მოდრეკილით განან და ღმერთი როგორ თავის მსახურს როგორ პატრონობს როგორ უვლის როგორ იცავს და წარმოიდგინეთ ახლა როგორი სცენაა რომ ეს ნეემანასური ახლა სულ პატივშია თავის მეფეს და პატივშია ისრაელში სულ პატივშია და ვიღაცა კაცი ზედარ უყურებს ამას მაგას უთხარით რომ წავიდესო იორდანეში შვიჯერ დაიბაროს და გარიყურდებაო და ეს სულ გადაიყვანა ჭკუიდან. შვიჯერ დაბანვაროშულოდეს ამას. დინარეში. იორდანეზე უკეთესი დინარეები არ არისო დაბასკოში? თან კოორდინარეს ასახებს, აქ ერთი დინარი აქვს და იქ დინარეების მეტი რა გვაქვს, ხო? ნეემანასურს ის მიუღებელი. ნეემანს ეგონა ამბობს კიდევაც, მე მეგონა გამოვიდო და ჩემ წინაშე თავისი ღმერთის წინაშე ჩემთან დადგებოდა თავისი ღმერთის წინაშე ილოცებდა ნეემანი აქ ელოდება რაღაცა მისტიკას ხო სცენებს რაღაც მისტიკას რაც მის ოკულტურ სივრცეში ჩვეულებრივი მოვლენაა და ხუცე მეუბნებიან რომ საუთხარი მან გითხრა წადიო შეშვიდი ჩადი ამოდი იორდანეში და გაიწმინდები ეს სრულად მიუღებელია ნეემანისათვის და ძალიან გაჯავრებულია და ნეემანი რომ გაჯავრებული ასე ჩავიდეს დამასკოში შეიძლება იურაბის შეში მართლა ახდეს და სხვანაირად გამიმთავრდეს მოვლენები. ხო. აი ღვთის განგებას ხედავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არავინ არ უმტკიცებს არც გეხაზი, რომლის პირითაც აცნობა ელისემ, არც თვითონ ელისე მოიცან უჩქარობ, იქნება დაფიქრდი. ესენი ჩუმად არიან. ისევ თავისიანები უნები. ახლა იმათ ამეტყოლებს ღმერთი. დევს ამ ნეემანში რაღაცა ისეთი არ უნდა დაიკარგოს, არ უნდა მოწყდეს ის თავის წარმართობაში. რაღაცა დევს, ის რაღაცა კიდე თქმები, რასაც ღმერთი თელ ისრაელში ეცებს. რაღაცა დევს ისეთი. არ გამოვიდაო ელისე წინასწარმეტყველი ნეემანის წინ ან იმის გამო, რომ მას მრავალ უდანაშაულო ისრაელიანის სისხლში კონდაო ხელი გათხრილი. ან იმის გამო, რომ კეთროვანი იყო და ჯურის მიხედვით ასეთი უშუალო ურთიერთობა მას ეკრძალებოდა. ეს ერთი იყო თუ მეორე იყო, ორივე შემთხვევაში ნეემანი მიუღებელია ელისესათვის. მაგრამ მისაღებია ელისეს ღმერთისათვის. ამიტომ ელისემ უნდა გაკონოს ნეემანი. ამიტომ თავისი პატრიოტიზმი უნდა ფეხქვეშ დაუგდოს ნეემანს და უნდა აღასრულოს საღვთო მითითება. ნეემანს ეტყვიან. რამე რთული რო ეთხოვ ამ კაცშენთვის. აქ ხო იმიტომ ჩამოხდა. ხო, რა უნდა შვიჯერ გაბანოს. მაინც ხო უნდა გაგეკეთებინ. აქ ხო ამისთვის ამ ხელაგზაზე ჩამოსულ ხარ, ამდენი გიწვალია. ხო და პარეგამო რა უნდა ამას. ნეემანასური შევა ასე იორდანეს წყლებში. შვიჯერ განიბანება და
აბსოლუტურად გაწმენდილი მეშვიდეჯერ ამოვა ირთანისხლებიდან. ნეემან-ასური წმინდა მამათა ეგზეგეტიკაში ბავშვით გაუახლდა. კი, სახე სიმბოლოა წარმართებისა. ის გოგონა, ისრაელიანი გოგონა, რომელმაც ელისეზე მიუთითა. სახე სიმბოლოა ეკლესიისა, რომელმაც წარმართებს მოუწოდა ღმერთისაგან, ხოლო ელისე თავად განასახიერებს ჩვენს უფალს, რომელმაც ეს მოწოდება წარმართებისადმი გააჟღერა. იორდანის წყლებში გამბანო ეს არის სახე სიმბოლო ნათლისღებისა, რომლის მიღებითაც წარმართა სამყარო შემოდის საღვთო ეკლესიაში. მთელი ეს სიმბოლო, მთელი ეს წინასახეობრიობა, რომელიც ნეემანის ამ ნაბიჯში არის წარმოდგენილი, ამ პიროვნებას გვაგებინებს და საოცარ თხრობას გვთავაზობს წმინდა წერილში, რაც იგულისხმება შემდეგში, რომ ნეემანი მადლიერი მობრუნდება ელისესთან და აქვს ძალიან დიდი სიმდიდრე წამოღებული, ამდენიმე 1000 კანქარი ოქრო, ამდენიმე ათეული კანქარი ვერცხლი, უამრავი სამოსელი და ეს უნდა ყველაფერი დაუტოვოს ელისეს. უფლის წინაშე, უფლასფრისა რომლის წინაშეც მე ვდგავარ, იტყვის ელისე. არაფერს გამოგართმევ შენ. კატეგორიულ უარს ამბობს ელისე რა. რატო ამბობს ამ უარს? ჯერ მამები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ელისეს განკურნება ეს იყო ღვთისმეტითება, თვითონ ელისეს არ ეკუთვნოდა ესა და შესაბამისად ელისე არ იღებს იმასაც მისი არ არის. მეორე შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ელისემ აი ამ იმის გამორთმევით უნდა გადაფაროს, ისაც უნდა დაინახოს ნეემან-ასურმა. ნეემან-ასურმა ხედავს, რომ განიკურნა, მაგრამ როდესაც ამას არ ართმევს, ხო, აი ამ უანგარობას, ამ ღმერთს მეტად ანახებს ელისე და ამაზე დაფიქრებული მიდის ნეემანი სწორედ. ალბათ ამისი გამოხატულება, ალბათ ამისი გამოძახილია ის, რომ ნეემან-ასური ელისეს წარმოუდგენელ რამეს თხოვს. მე მივდივარო ახლა სახლში, წარმოუდგენელ რამეს თხოვს. მე ვბრუნდებიო ახლა უკან. მაგრამ როდესაც მეფე შევა რიმონის კერპოში და მუხლის მოყრას მოინდომებს, ჩემს მარჯვენას დაეყრდნობა და მეც მომიწევს თაყვანისცემის აღსრულება. ეს ერთი აპატიოსო შენს მსახურს ღმერთმა და ელისეს თხოვს, რამდენის წაღებასაც შეძლებს ეს თავისი სახელები მიწა გაატანოს, რომ აი ამ მიწაზე სხერპლის შეწიროს ღმერთს. საოცარი რამე. აი რას ეძებს ღმერთი ისრაელში. ღვთის მსახურს ეძებს. ნეემანში. რაც იპოვა ნეემანში. რაც აღმოჩნდა ნეემანში. ზოგადად ეს ეპოქა, მამა ანდრია, რელიგიური ეპოქა. ჩვენ ახლა ათეისტი აქ არ ავყავს. ამიტომ ახლა რაღაცა რელიგიური მსახურება ნეემანისაგან არის აბსოლუტურად გასაგები. და არ არის ეს გასაკვირი, მაგრამ ნეემანში გვაკვირვებს ის, რომ ნეემანი კმაყოფილი იმით კი არ არის, რომ გულში არა, ნეემანმა ეს უარ გამოხატოს არ შეუძლია. და მამები არ მახსოვს რომელი მამა, ერთ-ერთი მამა ნეტარი თეოდორი ტეკვირილიანი ეფრემასური არ მახსენდება რომელია, შეიძლება სხვაც იყოს, ახლა ვერ ვაკონკრეტებ, რომ იმას ამბობს, რომ მიწის წაღები თუ აღიარებს, რომ ამ მიწის მტვერშიც კი ღმერთი არისო თქვენთან. ხო, მაცხოვარი როგორც ამბობს, ასეთი სარწმუნოება ისრაელშიც არ მინახიო. ნეემან-ასურს შეეფერება ახლა ეს. ხო, აი ამას ამბობს, სწორედ რომ ასეთი ნეემანს არ შეუძლიეს არ გამოხატოს. ეს მიწა ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ნეემანის, იმ დროს, როდესაც ეს მიწა ღმერთმა ისრაელს მისცა. ამ მიწაზეა ცხოვრობს, ეს მიწა წასაღები კი არა აქვს ადმე. არა, ამ მიწაზეა ცხოვრობს. მაგრამ ამ მიწაზე მაცხოვრების ღირსი არ აღმოჩნდა არავინ ელისეს დროს. გარდა ნეემანის. ნეემანს მიაქვს მიწა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ჩვენ აქ სწორედ იმ წინასახეობრივი ასე ვთქვათ ეგზეგეტიკის რეალიზებას ხედავთ, რომ მოწოდება წარმართებისა ეს არის არა უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება და გაგება, რომ თურმე რა არა, ეს არის შენი ღმერთების უარყოფის მომენტი, როდესაც ერთ ღმერთს უკავშირდები, ჭეშმარიტ ღმერთს უკავშირდები. ეს არის ნეემანის განცდა მომიწევს მუხლის მოდრეკა. ყურადღება მივაქცევთ მამა ანდრია,
ნეემანმა ისრაელის ღმერთი კი არა აღიარა, არა, ნეემანმა ისრაელის ღმერთი ერთადერთ ღმერთად აღიარა. თავის ღმერთებზე ამბობს უარყოფითად. წარმართისაგან ეს არ არის პრობლემა, რომ შენი ღმერთიც იყოს და ესეც რიმონიც იყოს და იაჰვეც იყოს. ეს არ არის პრობლემა. არა, ნეემანში სწორედ ეს არის მაცხოვარი ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ ჭეშმარიტება დაინახა. ამ განკურნებაში ჭეშმარიტება დაინახა, რაც შეეძლო ეხილა ნებისმიერ სხვა ისრაელიანს და ამას ჯიუტად არ ხედავთ. მათთვის ერთგვარად მიუღებელია, როგორ შეიძლება ჩვენი მტრის ხედავთავარი განკურნებული იყოს. რამდენი ისრაელიანის სისხლი აქვს დაღვრილი ამ კაცს. და ეს მართლა ასე იყო. არსებობს გარდამოცემა, რომელსაც ეფრემასული არ ეთანხმება. მაგრამ არსებობს გარდამოცემა, რომლის თანახმადაც ნეემანია სწორედ ის, რომლის ისარმაც მოკლა აქაბი. ხო, უბრალოდ ეფრემასულს არ ეთანხმება, მაგრამ ასეთი ცნობა არსებობდა. ამიტომაც ელისე წინასწარმეტყველის აი ეს მოქმედება ძალიან კონტრასტში მოდის იმ დამოკიდებულებასთან, ადამოკიდებულებაც პატრიოტიზმზე გადაგებულ ისრაელიანებს აქვთ მაშინ წინასწარმეტყველისას. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მაცხოვრისადმი. რატომ არის რომ მას არ უსმენენ, რატომ არის რომ მას ემტერებიან, რატომ არის რომ მას ედავებიან? იმიტომ რომ აბრაამის, ისააკისა და იაკობის წიაღში მზის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მოსული მოვლენ და ინახილქმიდან, ხოლო ძენის ასופებისანი განყრილი იქნებიან იქიდან. ეს რამდენად არაპატრიოტული იყო იმ დროინდელი იუდაური სამყაროსათვის. ამიტომ აი ამაში უნდა კარგად დავინახოთ, რომ უღმერთო პატრიოტიზმი ქვეყანას ღუპავს. ხოლო ღვთაებრივი დამოკიდებულება პროცესებისადმი ქვეყანას იხსნის, საზოგადოებას იხსნის. ჩვენ თან ბიბლიის ავტორიტეტს ვაღიარებდეთ და თან მისი სწავლების ავტორიტეტს არ ვაღიარებდეთ. ეს არის ჩვეულებრივი, კარგად გამოხატული წარმართობა, როდესაც შენ რაღაცას აღიარებ, მაგრამ მის სწავლებას არ აღიარებ და რაღაცა სხვისი სწავლება გაქვს მიღებული. შინაარს არ აღიარებ. მისი სწავლება გაქვს მიღებული ამ დონეზე და მას უჯერებ და არაბიბლიურ სწავლებას. ამიტომაც ნეემან ასურის ეს ნაბიჯი არის სწორედ აი ამით ძალიან მნიშვნელოვანი. თხრობა გრძელდება კიდევ უფრო საინტერესო, ახლა ამაზე უფრო საინტერესო ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან საინტერესო მოვლენით. გეხაზი, რომელიც წინა გადაცემაში ვთქვით, აი გამოირჩეოდა, მორჩილს გამოირჩეოდა. ეფრემასური იტყვის არ მოგატყუოსო მამობამ და შვილობამ, რადგან ელი მღვდელმთავრის აღზრდილი იყო სამუელი და ელისეს აღზრდილია გეხაზია. როგორი გამოვიდა სამუელი და როგორი გამოვახლა გეხაზი. ანუ ამან არ შეგაცდინოს. ეს ძალიან საინტერესო მიგნება და ძალიან საინტერესო ხედვა ამ წმინდა მამისა. მაგარი ეგვიპტელი მეუბნება, როგორც არ უნდა სათნოებით იყოს სავსე სულიყავი ფხიზლად, იმიტომ რომ ერთ წუთში შეიძლება ერთი ნაბიჯით მთლიანად დაკარგო ყველაფერი, მთელი მადლი. ისევე როგორც შეიძლება რაღაც სიმდიდრეზე დადგინებულს ეგონოს რომ მისია ეს სიმდიდრე და ხელიდან უცბად დაკარგოს ის ნდობა რაც ქონდა მას მინიჭებული უფროსისგან. აი ახლა გეხაზე სწორედ აი ეს იღვიწებს, რაც თქვენ ბრძანეთ, მამა ანდრია. ვერცხლის მოყვარეობის სცენი, რომელსაც სიხარბეს უწოდებს ეფრემასული. ხარბი კაცი იყო. აი ეს სიხარბე ვერ მოისპო მიუხედავად იმისა, რომ ელისე წინასწარმეტყველის მორჩილი ხარ. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, მამა ანდრია, ხა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, ხო? ხა ელისეს გვერდით გახარ. აი თვითონ ელისე ელიას მოწაფეა, ხო? და ელიას მიეცა ასეთი მოწაფეობა. ელისეს მოწაფეა გეხაზი, მაგრამ გეხაზის აი ეს რადგან განა ელისე უცოდველი იყო, განა ელისეს თავისი სულიერი ბრძოლები არ ქონდა, მაგრამ ელისემ ეს მთლიანად დაუკავშირა ღვთისმსახურებას და ღვთისმსახურებამ შეძლო ელისესაგან ასეთი დიდი წმინდანის მოცემა, წინასწარმეტყველის მოცემა. აი გეხაზი ამას არ უკავშირდება. გეხაზი ელისეში წინასწარ ღვთისმსახურებას არ უკავშირდება. ეს არის მისი პრობლემა სწორედ. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ერთი მხრივ მორჩილებისაკენ მოუწოდებს, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელი სიფხიზლისაკენაც მოუწოდებს.
ვინაიდან ბრმამორჩილებას სიფხიზლის გარეშე შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოყვას. შესაძლებელია ძალიან დიდი ცდომილების მატარებელი გახდეს ის ვისი მორჩილიც იყავი და არ უნდა გადაყვე ამ ცდომილებაში არავითარ შემთხვევაში. გეხაზიმ რა ვერ გაიგო, იცით რაც თავის დროზე იუდა ისკარიოტელმაც ვერ გაიგო. რაც ზოგადად უღურბლეთოებს არ ესმით ღვთისმსახურებისაგან. პირდაპირ პარალელი ახლა იუდამ როგორ გაიგო მაცხოვართან. ხო, გაუგებარია. ყოფნისას მისია და ეხლა აზრი როგორ გებულობს. ხო, გაუგებარია. ასეთი ძვირინელ საცხებლის არ გაყიდვა და ფეხებზე დაქცევა და თავზე გადაქცევა ამდენი ისა გაჭირვებულია და ამდენი ის არის და არა მაცხოვარი უნდა გაანებოთ ჩემს დასაფლელად გააკეთო სახარებაში ძალიან საინტერესოა თავიდან მარტო იუდა არ ამბობდა ამას თავიდან სხვა მოციქულებიც ამბობდა აყვნენ მაგრამ შემდგომ იესოს სიტყვის შემდგომ ისინი ჩერდებიან აი იუდა არ ჩერდება აი გარი პრობლემა აქაც გეხაზის პრობლემა დადის აქამდე წარმართი ქვეყნის მტერი ამ ხელას იმდიდრეს გაძლევს აი ვერ ახსნა რატომ არ უნდა ხო აი მის ადგილას ხო ეს გაუგებარი და აი ჩდება კითხვა არის კი ნამდვილი მორჩილება ელისესი თუ კი გაუგებარია მისი ღვთისმსახურება აი ეს არის ძალიან საინტერესო მამანდრე რატომ იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დღეს მორჩილება არ გვაქვს ბოლომდე კარგად გააზრებული მორჩილების ის ახლა ყოველთვის მნიშვნელოვანია თავის თავაცხადე უმნიშვნელოვანესია მეორე სიტყვას ვერ ვიტყვით მაგრამ თავის დროზე ეს მორჩილება როდესაც აი ადრეულ ეკლესიაში ხო მორჩილი გამოსილი ადამიანის ყოველს მორჩილი კი ვერ იქნებოდი ის გამორჩეული უნდა ყოფილიყო ცნობილი უნდა ყოფილიყო თავისი ღვაწლით გამოცდილება უნდა ქონოდა ახლა გუშინ და გუშინ წინდელ იმას მორჩილად არავინ არ დაუდგებოდა და არავინ მისცემდა ამის უფლებას, ხო? შესაბამისად, აი ეს როდესაც მორჩილებაში შედიოდი, მთავარი იყო არა ის რომ მე დამიჯერე, არამედ ღვთისმსახურებას დაუჯერე. ამ შემთხვევაში მე ვარ მასწავლებელი, ჩემი მასწავლებელი კი არა ვარ. ღვთისმსახურების მასწავლებელი ვარ, ამას გასწავლი შენ. ჩემ მორჩილებას კი არ გასწავლი, ღვთის მორჩილებას გასწავლი. დიახ. ესაა დღეს ხშირად ეცლებათ ღვთის მორჩილება ვიღაც ადამიანის და ვიღაცა თუნდაც სასულიერო პირის მორჩილება ეს არ არის სწორი ეს არანაირად არ შეიძლება და როდესაც საუბრობთ აი იმ გეხაზიზე გეხაზის სიხარბემ ვერ ამოხსნა ელისეს ღვთისმსახურება ვერ გაუგო ვერ მიწვდა ამ სიმაღლეს ხო და ელისემ რასაც დაატოვებინა გეხაზი დაატოვებინებს რაღაცას და გაიქცა დაედევნა ნეემანას ნემანმა შორიდან დაინახა მისკენ მორბის ვიღაცა კაცი შეჩერდა ჩამოხტა ცხენიდან და ამას ქვია ეტლიდან და შეეგება იმის მორჩილი ნახა შერჩა ხელში ელისასთან ელაპარაკებოდა და რა ხდებოდა ეს ეუბნება ტყუილს ეუბნება ეფრემშთიდანო წინასწარმეტყველები ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველები ჩამოვიდნენ იქნება ორი ხელი ტანსაცმელი და ერთი კანკარი ვერცხლიო რომ იმათვისო და ნეემანასური ეუბნება რომ თელა ამას თლერ ავტოვებდი იქა და ეს არა სალაპარაკოაო და ტანსაცმელსაც ორქანკავერსაც თითო კისაში და მსახურებს ვისაც კიდე წავუღეთო ეს ამან არ შეწუხდეს რაღაცა ნეემანასური მთლიანად და უბრალოდ პატივისცეს რაღაცა გამოამჟღავნოს ეს და არის საინტერესო ცოტა ხაზე მიიღებს ამ პატივს მსახურება უნდა ატარონ ეს და რაღაცის მერე აღარ აწყობს გამოსვა გამოართოს თორემ მანამდე გეხაზე ამ მსახურებს მოაქვს ეს ისა ქვია დიდგვაროვანი ვითვლისაკ ერთ-ერთი მამა ამბობს როდესაც სულით ხარო გლახაკი ანუ ეს სულით ციკლახაკი მას კი ანიშნავს რომ მოცხოვარი მიუთითებს ანუ როცა ღირებულებისაგან ხან დაცარიელებული მონაზვნობაში და ღვთისმსახურებაში იმის შემოკრებას იწყებო რაც ერისკაცობაშიც არ ქონდაო და არ გაგაჩნდაო იქაც არ გაგაჩნდაო აქაც ვერ მიიღებოდა საერთოდ თავზე უბედურება მითიო იმასაც ვერ შემოგეკრიბა იმასაც ვერ შემოიკრიბაო რაც ერისკაცობაში ქონდა შესაკრები და არ ქონდა ისიც არაფერ არ გამოგადგებოდა საერთოდ ესე ანუ აი ამ გეხაზის რატო სიხარბესთან ერთად თურმე გეხაზი საკმაოდ ამაყი კაცის ყოფილა და ამ სიამაყეს ვერ გადააბიჭა სიხარბემ აქ შეუწყო ხელი სწორედ
გეხაზიმ გამოართვა ეს ყველაფერი რაღაცა იმის გამოცდაციარული არ შეიძლება და წავიდა და სახში დამალა ელისესთან კი არა მას საკე აქვს სახლის სადღაც საიდანაც ელისემ უწოდა ისე როგორც ელია მოუწოდა ელისეს და გადამალა და როგორც პატიოსანი კაცი ისე ეწვია ელისეს ანანია და საფირა ხო გვახსენდება კი როგორ ვფიქრობთ მამა ანდრია რატომ იყო რომ ანანია და საფირას ასეთი მკაცრი სასჯელი გამოუტანა სული წმინდა პეტრეს პირით მხოლოდ მხილებით რატო ერთი მხილება რატო არ გახდა საკმარისი და ასე ძიმე ფორმამდე რატო გამოიყატა მათი სასჯელი იმიტომ რომ განმეორებადი არის პეტრემ დაინახა ანანიას და საფირას აქციაში ის რასაც აკეთებდა იუდას ქურდი იყო ისევ როგორც აქ ქურდი ანანია და საფირა და ქურდი აქ ისა რა ქვია გეხაზი მარტო მატერიალური რაღაცის მითვისებაზე კი არ არის არა იუდა ითვისებს რაღაცა ისესაც მას არ ეკუთვნის ანანია და საფირა მიითვისა რაღაცა ისეთი რაც მათ არ უნდა ამბობენ რომ ჩვენ აღარ გვეკუთვნის სხვა სახელი და არ სხვა სახელი და არ გქოს თორე ვინ მისდევდა მაგათ იმას ხო შესაბამისად ყურადღებას ვაქცევთ იმას რომ გეხაზის ცოდვა აი ამ დონემდე დადის ამას უკავშირდება სწორედ რომ გეხაზიმ რაღაცა ისეთი მიითვისა რაც მის სამოღვაწეო იმას არ შეშვენეს აქაც ეკითხება ელისე სად იყავი ეუბნება არ წავსულა ელისე ეკითხება სად იყავი რატო ეუბნება მას სად იყავი ვინაიდან გეხაზი როდესაც გაიქცა ელისესგან კი არ გაიქცა მსახურებისგან გაიქცა ღვთისმსახურებისგან გაიქცა ამას ეკითხება ელისე სად იყავი და სადაც წასულაო შენ მოშენა ელისე ეუბნება შენთან იყო ჩემი გულიო როდესაც მე მანთან იყავიო და იმ კაცამას ართვევდი ელისეს გული არ მოცილებია გეხაზი როდესაც გეხაზი მთლიანად მოცილდა ელისესაც ღვთისმსახურებასაც ყველაფერსაც დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას თორე ბაბათა ლიტერატურაში ძალიან ბევრია ნათქვამი ვესels მოყვარეობის ცენტრთან დაკავშირებით ახლა ამის გავცობის საშუალება არ გვაქვს მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი დაგიდგა დრო ეუბნება ელისე გეხაზის იხვეჭდე ვერცხლს ზეც ყურძენს საქონელს ტანისამოს მაგრამ კეთრი რომელიც ნეემას ჰქონდა შენ და შენს მოდგმას შენს თესს გადაუვიდეს და თოვლივით გათეთრებული გამოვიდაო გეხაზი თიდან ნეტარი ავგუსტინე პირდაპირ თუ ამბროს მედილონელი არ მახსოვს პირდაპირ მეუთითეს რომ ეს გეხაზისა და გეხაზის ოჯახს კი არა გეხაზის ნაირებს ეხება უყურას რადგან კეთრი არ შემთხვევაში მხოლოდ სხეულის კეთს კი არა სულიერ კეთს ნიშნავს რომელსაც ესეთი ხარბი და გასის მოყარე ხალხი ატარებს და საოცარია იოანე ოქროპირი რომელსაც ველოდებით რაღაც ან მამხილებელ სიტყვასთან და რაღაცას მართლაც თავისი საოცარი ნიჭიდან გამომდინარე, საოცარი ოქრომეტყოლებიდან გამომდინარე ამბობს შეხედეო და ამიტომ იცოდეო, გეცოდებოდეს არა ის, ვისაც ართმევენ, არამედ ის, ვინც ართმევს. რადგან ის, ვინც ართმევს, შეიბილწება, ხოლო ის, ვისაც ართმევენ, კიდევ უფრო განიწმინდება თავისი ცოდვებისაგან. დასტიროდეო არა ღარიბს, რომელსაც ართმევენ, არამედ დიდარსო, რომელიც ართმევსო. მართლაც თუ დავაკვირდებით, ამ ხელას იბრძნია, რომ იმაში სიწმინდე, იმ ტანჯვაში, იმ უსამართლობაში ის ყარდება იმ სიწმინდეში, რომელიც სატირალი არ არის. სატირალი არის ის კეთრი, რომელიც კეთრიც ამ შემთხვევაში სულსაც გადაედება და უკურნებელი ხდება. გიორგი, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემაც დასასრულს მივახლოვ და ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით რამდენიმე ადგილი ჩვენ დღევანდელ საუბარში. მაყურებელს უსურვებს სასიამოვნოს მენას, შევახსენებ, რომ შესაბამისი საკითხავი შეგიძლიათ წაიკითხოთ მეოთხე მეფეთა მეხუთე თავში. დაგემშვიდობები გიორგი, დაგემშვიდობები მაყურებელს. კეთილად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.